იარა ჯეპონე მიარა, ბევრი იარა თუ ცოტა ჩრდილოეთის ქარის კოშკს მიადგა და კარზე დააკაკუნა. რომელი ხარ? იკითხა ჩრდილოეთის ქარის ცოლმა. მე ვარ ჯეპონე, თქვენი ქმარი შინ არის? არა, წაბლის ხეივანში დაქრის, შემოდი, დაელოდე, მალე დაბრუნდება. უპასუხა ჩრდილოეთის ქარის ცოლმა. შევიდა ჯეპონე ჩრდილოეთის ქარის კოშკში. მალე ქარიც დაბრუნდა. გამარჯობა. მიესალმა ჯეპონე. ვინა ხარ? ისთვის გარჯილ ხარ? კითხა ჩრდილოეთის ქარმა კაცს. ჯეპონე გახლავართ. ყოველ წელს ჭირნახულს რომ მინადგურებ, რასა ფიქრობ? არ იცი რომ შენი წყალობით ცოლშვილი შიმშილით მეხოცება? მერე რა გინდა ჩემგან? კითხა ჩრდილოეთის ქარმა. რა კი ასეთი გაჭირვება თავს დამატეხე? ცოტა სიკეთე მაინც მიყავი რომ დანაშაული გამოისყიდო. მაინც რას ამთხო? რა გაგიკეტო? ძალა შენს ხელშია. ცოტა ჩემთვისაც გაისარჯე. სთხოვა ჯეპონემ ქარს. შეეცოდა ჩრდილოეთის ქარს გლეხი და უთხრა. აი ეს ზარდახშა წაიღე. როცა მოგშინდება, სახურავი ახადე და ჩაუთქვი, რაც გენებოს. სურვილი იმ წუთას აგისრულდება. მაგრამ იცოდე, ზარდახშა არავის მისცემ, თორემ ჩემგან მეტს ვერაფერს მიიღებ. ჯეპონემ მადლობა მოახსენა ჩრდილოეთის ქარს. გამოართვა ზარდახშა და შინისკენ გაეშურა. იარა ტყეში, მოშივდა და მოსწყურდა. ახადა ზარდახშას სახურავი და ჩაუთქვა. აბა, ჩემო ზარდახშავ, პური, ღვინო და საუზმე. ხელად გაჩნდა დაბრაწული პური, ლორი და მათარით ღვინო. ჯეპონე მადიანად შეექცა და ისევ გზას გაუდგა.